ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანელა კაპიჭიძე. გამარჯობა, მე ეკატერინე გოჩიაშვილი ვარ, რომელიც ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოში ვსწავლობ. დღეს ჩემი სტუმარი წარმატებული მხატვარი ანა ტაბაღუა გახლავთ. მე მომზადებული მაქვს კითხვები და მოდით პირდაპირ თემაზე გადავალ. მოგესალმებით ანა მასწავლებელო. როგორ ბრძანდებით? მადლობა ეკატერინე, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია დამპატიჟე და სრული გამოთქმით ჩემთან ჩაწერო ინტერვიუ. მიერმეთ თქვენ შესახებ. მე ვარ ანა ტაბაღუა, მხატვარი დიზაინერი, მაქვს დამთავრებული თოეთის უნივერსიტეტი და სამხატვრო აკადემია. ვარ მხატვარი დიზაინერი, მაქვს არაერთი ჩვენება მოწყობილი 15 ჩვენება მაქვს გაკეთებული, მაქვს სამხატვრო სტუდია, რომლის ხელმძღვანელიც ვარ ამჟამად და გვაქვს ორი ფილიალი არტ-ნოვო სტუდიის. რამდენად რთულია ხატვა? როდის აღმოაჩინეთ თქვენში ხატვის ნიჭი? ხატვა რთულია, ცოტა გააჩნია ალბათ სურვილზეა დამოკიდებული, სირთულეს არ წარმოადგენს. თუ სურვილი აქვს ადამიანს, ყველა შეუძლია ისწავლოს ხატვაც, იმუშაოს თავის თავზე და შექმნას ძალიან საინტერესო კომპოზიციებიც. ჩემ თავში აღმოაჩინე ვიყავი დაახლოებით 9-10 წლის, რომ დავიწყე პატარა მოდელების ჩანახატების გაკეთება და დედიკომ რო შეამჩნია ეს ყველაფერი წამიყვანა სამხატვრო აკადემიაში, აჩვენა ჩემი თავი პედაგოგებს და იქიდან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში. როდის დაგებადათ აზრი, რომ გაგეხსნათ ხატვის სტუდია? ხატვის სტუდიის სურვილი გამიჩნდა, როცა ძალიან ბევრმა პატარამ მომმართა ჩემი მეგობრების შვილებმა, რომ უნდათ რაღაცების სწავლა, მიჩნდებოდნენ რომ მოდიოდნენ სტუმრად ჩემთან გვასწავლებასო და იქიდან იდეა წამოვიდა, რომ გამიხსნა ესეთი პატარა სტუდია ჯერ სახლში. და ისე გამრავდა ეს ჩემი ბავშვები მემატებოდნენ სურვილიც ძალიან ბევრს ჰქონდა, უკვე ფიზიკურად სახლშიც ვერ ვეტყევოდი, გაიხსნა ესე უკვე დიდი სტუდია, ერთი ფილიალი მუხიაში, ერთი ფილიალი საფრთხალზე. რომელ ფერს იყენებთ ყველაზე ხშირად ნახატში? ყველაზე ხშირად უფრო ძალიან თეთრი ეს ყველაზე ესეთი ფერია, რომელიც ვჭირდება ყოველთვის და უფრო ბევრს ვიყენებთ ნახატებში. რა თქმა უნდა, არის სხვა ფერებიც მიყვებამდე, მაგრამ ძირითადად მე თეთრია. იქნებ დაგვიტოვოთ სამახსოვრო ნახატი ინკოგნიტოში. სიამოვნებო. დიზაინერი, დიდი ჩანახატს გაგიკეთებთ მაშინ კოსტიუმის. ვიღოთ ფერადი. გოგოს. ეკატერინე, მოდი შენ ჩაგხატავთ. ოღონდ გაბრეჭულად. ფერების ის არ აქვს, მაგრამ ვარდისფერი გოგონა დავარქოთ ამას, შინერი ვარდისფერი გოგონა. საკუთარ მომწონა ეს ნახატი და აი ის უმაცრესი ნახატი, ეს ჩვენს ტელევიზიაში დარჩება სამახსოვრო ნახატად. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვთ. მადლობა ქალბატონო ანა ყველაფრისთვის. და თუ შენც გინდა გამოგვიდე ინკოგნიტოები და იმუშაო ასე ხალისიანად, მაშინ გვეწვიე კოსტავას სამზარო ნომერში, ადაგვირეკა ნომერზე 599 14 65 25. ნახვამდის.